რამდენი ხანია ჩემი პირადი საქმე არ მინახია. ძალიან ბევრმა წელმა გაიარა და რატომღაც ახლა მოისურვე გადავხედო რაღაცებს. შევხვდა პირველივე. ბრძანება ნომერი 67 რუსთაველის სახელობის თეატრისადმი 14 თებერვალი 1956 წელი. ამა წლის 12 თებერვალს მსახიობებს ფოჩხუას 6 წუთითა და გურამ საღარაძეს 3 წუთით საქმიანი კაცის რეპეტიციაზე დაგვიანებისათვის ვაფრთხილებ. თეატრის დირექტორი პაოლე კანდელაკი. კარგი დრო იყო, საოცარი წესრიგი იყო თეატრში. ეხლა სასაცილოდ არ ყოფნის მსახიობებს 3 წუთი თუ 5 წუთით დაგვიანება. არა, ისე ადამიანი რა თქმა უნდა თუ შემოქმედი ხარ, უნდა მოწესრიგებული უნდა იყო, უნდა დისციპლინას პატივს ასცემდე და ამით შენს შემოქმედებას უფრო მეტ შემატებს, რა თქმა უნდა. არა, ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც დიდი შემოქმედნი, ისეთი როგორც იყო მაგალითად გალაქტიონი ბოჰემური ტიპის შემოქმედი იყო საოცარი რაღაც გენიოსი. ვიცით გოეთე როგორი მოწესრიგებული, როგორი პედანტური იყო თავის საქმის მიმართ, გენიოსი. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და ასეთი რამ მე მგონი უფრო გენიოსების ხვედრია და ჩვეულებრივ მოგვდავნე. მე მგონი საოცარი მოწესრიგებულობით თუ შევმატებთ ჩვენს შემოქმედებას, ჩვენს საქმეს.